ქართულმა ოცნებამ ქუთაისში მერობის კანდიდატის დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა და ის დღეს მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებს. ის ამ თანამდებობას მას შემდეგ იკავებს, რაც იოსებ ხახალეიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თანამდებობა დატოვა. რეგიონებში მერების კანდიდატურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. თითოეული კანდიდატი იქნა შერჩეული საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის პროფესიონალიზმი და მე ვფიქრობ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში. მე ხედავთ, რომ ეს არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში, არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და ხედავთ უკვე როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ცესკოს ინფორმაციით არჩევნებში მონაწილეობისათვის 17 პარტია დარეგისტრირდა, მათ შორის არიან ლელოსა და გახარია საქართველოს პარტიები. საქართველოში 8 ოპოზიციური გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი და სამოქალაქო სექტორი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ამ მოთხოვნით 250 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.